თუ დიეტას ყოველ ორ შაბათს იწყებ, რომელიც 5 შაბათამდე გრძელდება, შენ არ ხარ მარტო და თუ რატომ დარჩი ჩემთან და მომისმინე. დიეტების უმეტესობა პირველ 7 დღეში ირღვევა, რადგან ჩვენმა ორგანიზმმა არის ის კალენდარი, ყოველ ორ შაბათს ამ ყოველ თვის პირველ რიცხვში დაწყებული დიეტა ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური დასაწყისია და ადამიანის უმეტესობა არ ღვევს დიეტას, იმიტომ რომ ძირითადად იწყებენ ძალიან მკაცრად, აკრძალებენ საკვების უმეტესობა სახეობას, ამცირებენ პორციებს მნიშვნელოვნად და ჭამენ იშვიათად, ანუ ამცირებენ საკვების დროულობასაც. პირველი და მთავარი წესი არის აქვე, რომ არასდროს აკრძალო ეს სამივე ერთად. ყოველთვის აკრძალე მხოლოდ ერთი. ან შეამცირე პორციის ზომა, ან ამოიღე მაგალითად შაქარი, ან მაგალითად თეთრი პური, ან რამე რაც შენთვის პრობლემურია, ან ერთით ნაკლები კვება ჭამე დღის განმავლობაში. რადგან როცა დიეტის დაწყება მკვეთრად ეწინააღმდეგება ბიოლოგიას, იმატებს შიმშილი, გინდებათ კბილეულობა უფრო ხშირად, მაშინაც კი თუ ზოგადად კბილეულობა არ გიყვარს და საღამოზე უფრო მეტ ფიქრობ საკვებზე. ეს არის ბიოლოგია და ზუსტად ამ ბიოლოგიის მოწესრიგებაში გეხმარება რედიენტი. რედიენტი აუმჯობესებს ცხიმების ოქსიდაციას, იგივე ცხიმების წვას, მწვანე ჩაი და კოფეინის შემცველობით. რედიენტი ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას ფაზოლამინის საშუალებით. რედიენტი ამცირებს მადას ინკრეტინების ზრდის საშუალებით და ეს ყველაფერი არის ბუნებრივი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რედიენტი არ არის ჯადოსნური აბი, რომელიც ერთ კვირაში უცებ დააკლებინებს ადამიანს თავისით, ასე არ ხდება და მეცაც გეტყვით, ასეთი აბი არ არსებობს. რედიენტი არის შენი მეგობარი, რომელიც წონის კლების ხანგრძლივ და მოსაწყენ გზას გაგიადვილებს.